ჩვენი თავგადასავლის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ ბევრ ნივთს, მათ შორის წყალქვეშა დრონს, რათა გამოვიკვლიოთ რადიოაქტიური ზონები და რეალურად ვნახოთ რა იმალება წყლის ქვეშ. ეს დაუჯერებელია. ამ ტერიტორიებზე სეირნობა ძალიან საშიშია. მოდის, მონსტრი მოდის, მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობაა ვიპოვოთ ეს ერთადერთი რადიოაქტიური ტბა. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით. გამარჯობა ყველას. ჩემი სახელია სლავ და ამჟამად ჩვენ ძალიან საშიშ რადიოაქტიურ ზონაში ვიმყოფებით. როგორც ვიცი, აქ ახლოს არის რადიოაქტიური ტბა. ამიტომ მე წამოვიხებ ჩვენს გიგანტურ მაგნიტს, რომ რადიოაქტიურ ზონაში მაგნიტით თევზაობა ვცადო. უნდა გავიაროთ ეს რადიოაქტიური ტყე, რომ მივაღწიოთ იმ ტბამდე, სადაც შეგვიძლია ვიპოვოთ ძალიან საშიში და რადიოაქტიური ნივთები. ღმერთო ჩემო, ვიპოვეთ რადიოაქტიური ტბა. ხო, ეს არის ნამდვილი მომწამლელი რადიოაქტიური ტბა. შეხედე რა მწვანეა. გონია რომ ეს მწვანე მასა რადიაციაა, ძალიან საშიში და ძალიან შენზარავია. აი რატომ მოვიტანე ჩემი გიგანტური მაგნიტი აქ, რომ მაგნიტით თევზაობა ვცადო და გავიგო რა იმალება რადიოაქტიური წყლის ქვეშ. მაშ, მოდი ეხლავე გავაკეთოთ ეს. აქ მაგნიტით თევზაობა ძალიან საშიშია ბიჭებო, ასე რომ გთხოვთ გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ გინდათ კიდევ უფრო უჩვეულო მაგნიტით თევზაობა იხილოთ. მოიცადეთ. ნახეთ როგორ არის ჩემი თოკი გაჭიმული და გაჭედილია, არ მიდის. ჩემი მაგნიტი სადღაც იქ რადიოაქტიურ მწვანე ნივთიერებაშია გაჭედილი და ეს არის გამოსავალი. ეს ჩემი წყალქვეშა დრონია. და ამ ნივთის გამოყენებით ვნახავთ სად არის გაჭედილი ჩემი მაგნიტი. მოდით ეხლა ზრავები ჩავრთოთ. და ეხლა მზად ვართ ჩასაშვებად. ეხლა შეგვიძლია დავინახოთ მწვანე რადიოაქტიური წყალი, მაგრამ მე ვერაფერს ვხედავ, რადგან ხილვადობა ცუდია. ეხლა ჩემი მისია მივხვე წითელ თოქს და ვნახო რა არის ფსკერზე, ასე რომ გავაგრძელოთ. ნახე, უბრალოდ შეხედე, რაღაც კვადრატული და ყვითელი ჩანს. რა? დაიცადეთ ბიჭებო, ეს სატვირთოა. ეს ყვითელი რადიოაქტიური სატვირთოა წყლის ქვეშ და ჩემი მაგნიტი მიეკრომას. ეს დაუჯერებელია ბიჭებო, ნამდვილი სატვირთო წყლის ქვეშ. მოდით ცოტა ახლოს მივიდეთ, რომ ჩემი მაგნიტი დავინახოთ. ხო, ზუსტად იქა. ეს სიგიჟეა ბიჭებო. შეგვიძლია დავინახოთ რადიოაქტიური ნიშნები, ასე რომ ეს მანქანა საშიშია, მაგრამ რატომ არის წყლის ქვეშ? ღმერთო ჩემო, ეს ვერტმფრენია. იმედია არ დაგვინახეს, რადგან ეს აკრძალული ზონაა, აქ ყოფნა საშიშია. და თუ დაგვინახეს, შეიძლება ჯარისკაცები ან ვინმე სხვა გამომიგზავნონ დასაჭერად. მოდი დავბრუნდეთ წყალქვეშა დრონთან და ვიჩქაროთ. ბიჭებო, ეს სიგიჟეა. ეს ნამდვილი მანქანაა და სინამდვილეში კარგ მდგომარეობაშია. ეს სატვირთო კარგად გამოიყურება, ძლიერ დაზიანებული არ არის. მაგრამ ეს სატვირთო ნამდვილად იმ ტბის შუაგულშია, წყლის ქვეშ. ასე რომ ახლა დაახლოებით ვიცით ამ სატვირთოს მდებარეობა. მოდით დრონი ამოვიყვანოთ. მაგრამ რომ ამოვიღოთ ჩემი მაგნიტი რადიოაქტიური წყლიდან, გონი ჩემს გუნდს დაუძახებ. შეიძლება ვცადოთ მთელი სატვირთოს ამოღება წყლიდან და ვნახოთ როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში. ეს სინამდვილეში ძალიან უცნაური სიტუაცია. ჩვენთვის შემაძრწუნებელია, რომ ეს გიგანტური აღმოჩენა წყალქვეშ ვიპოვეთ. ეხლა კიდევ ერთი მანქანა მკირდება, რომ მანქანა წყლიდან ამოვიყვანო. ამიტომ ჩემს გუნდს დაურეკავ. გამარჯობა ბიჭებო, რადიოაქტიურ ტბაზე ვარ, გესმით ჩემი? კი, მესმის. ჭირდება რომ ჩემი მანქანა, ჩემი მძიმე სატვირთო აქ მოიყვანოთ და რადიოაქტიურ მანქანას წყლიდან ამოვიყვანთ. მზად ხართ ამისთვის? ვზნობ რომ მზად არის, კარგი. გიგზავნით ჩემს კოორდინატებს. ეხლა უბრალოდ ჩემს გუნდს უნდა დაველოდოთ. გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა სლავ. მოდით რაღაცას გაჩვენებთ. აქ ფრთხილად უნდა იყოთ. ხედავთ ამ მწვანე ნივთიერებას წყალში, ეს რადიაციაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით მაგასთან. ხედავთ,
ჩემი მაგნიტი გაიჭედა და ეხლა მანქანას მიეკრო. ეხლა უნდა გამოვიყენოთ სათვირთო, რომ გამოვათრიოთ. კარგი, წავედით. წადი, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი. სათვირთო მძიმეა და წყლის ქვეშაა, კარგი? კარგი, მოძრაობს? ღმერთო ჩემო. საბურავების დატრიალება გვიწევს, რადგან სათვირთო მძიმეა და ჯერ კიდევ წყალშია. მოდი, გააგრძელე. ჰეი, წყლიდან გამოდის. მოდი ნახე, ყვითელი სახურავი ჩანს. მოძრაობს. წადი. ამოიყვანეთ ის სათვირთო. მოდი. ღმერთო ჩემო. წავიდა. გამოვიყვანეთ. თელი სათვირთო წყლიდან ამოვიყვანეთ. ვაუ! ეს დაუჯერებელია. ბიჭებო, ნახეთ, ეს ნამდვილი რადიოაქტიური სათვირთოა, რომელიც წყლის ქვეშ ვნახეთ. წყალი ისევ გამოდის ამ სათვირთოდან. რატო? ის ამ წყლის ქვეშ იყო? რატომ იყო ის რადიოაქტიური ტბის ფსკერზე? ღმერთო ჩემო, ეხლა ეს ისეთი საშიში და გიჟურია, შეხედე როგორ დავაზიანეთ მიწა ამ საბურავებით. ღმერთო ჩემო, ეს გიჟურია, ეს უჩვეულო რადიოაქტიური სათვირთო მხოლოდ მაგნიტებით ამოვიღეთ. ეს რადიაციის ნიშნები ყველგანაა. აქ ყოფნა ძალიან საშიშია. უბრალოდ შეხედე ამას. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ღმერთო ჩემო. მოდით გავხსნათ და ვნახოთ კაბინა. ნახოთ რა არის შიგნით. გაჭედილია? ხო, წყლის ქვეშ იყო. ასე რომ არა, გაჭედილია. გატეხილია. ნამდვილად. ცოტა ხანი წყლის ქვეშ იყო. მაგრამ ნახე, შიგნით რაღაც დოკუმენტები და რაღაც ნივთებია. მართლა უნდა შევიდე შიგნით. ღმერთო ჩემო. მაგრამ სახელური გატეხილია. როგორ გავაკეთოთ ეს? მოდი. კარგი, ესე გავაკეთოთ. კარგი, ხო. ეხლა შეიძლება გახსნა. ვაუ, ხო. ნახე, ძრავი პირდაპირ აქ არის გახსნილი. და აქ ყველგან რაღაც უცნაური, მწვანე, თითქოს რადიოაქტიური დოკუმენტები გვაქვს. ღმერთო ჩემო, ნეტავეს სათვირთო რაღაც რადიოაქტიურ ქარხანაში სამუშაოდ ხო არ იყო განკუთვნილი, ან მსგავს ადგილას. ეს უცნაურია, ნახე რა გვაქვს აქ. გავფრთხილება, ექსტრემალური სნორგის მსგავსი რეაქტორი. ხო, ნახე, აქ წერია რაღაც რადიოაქტიურ რეაქტორზე. ეს ძალიან საშიშია, ღმერთო ჩემო. ნახე, ეს რა არის? სნორკი მუტანტი? ეს რაღაც მონსტრია თუ რა? აქ წერია, რომ მას იზიდავს რადიაცია, მაგრამ ეგ არ მადარდებს. აქ რაღაც გვაქვს, ნახე. ჰეი, ნახე. შიგნით გვაქვს რაღაც ფოლადის გისოსები, როგორც ბადე, როგორც რკინის ბადე, რომელიც რაღაცას იქ აკავებს. შეიძლება ეს რაღაცით მონსტრს უკავშირდება. მოდი გავხსნათ და ვნახოთ. ეს მარტივად იღება. ვაჰ! ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ამდენი რადიაციის ნიშანია. მოდი შევიდეთ. ვაჰ, კარგი ბიჭებო, ნახეთ. მოდით აქ, მაგრამ ფრთხილად იყავით. აქ ყველგან სველი დოკუმენტებია. აქ რადიოაქტიური რაღაცებია, რაღაც ქილა და ვაჰ, ეს გეიგერის მრიცხველია. არ ვიცი კიდე მუშაობს თუ არა, რადგან თლიანად წყლით იყო დაფარული, ასე რომ ალბათ ეხლა უკვე გაფუჭებულია. ღმერთო ჩემო, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილი რადიოაქტიური ნივთიერებაა. მოდით შევიდეთ შიგნით, ნახეთ, აქ ბევრით ანსაცმელია. როგორც ბიოლოგიური საფრთხისგან დამცავი კოსტიუმი, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ნახე, აქ წერია რეაქტორი. ეს ნამდვილი პორტატული მოქმედი ენერგეტიკული რეაქტორია? ბირთვული რეაქტორი. ღმერთო ჩემო, ჩვენა გვაქვს რეაქტორის ენერგიის რაღაცა. მოდი დავატრიალოთ და ვნახოთ როგორ მუშაობს. კარგი. მოდი. ხო, ოდნავ, უცნაურად ჟღერს. მოდი ცოტა დავამატოთ. ვაუ. კარგია, რა მოხდება თუ მაქსიმალურ სიმძლავრეს დავამატებთ? მოიცადე, რა ხმაა ეს? გაფრთხილება.
რეაქტორი გადახურებულია. დატოვეთ ადგილი. ელიო, გამორთოთ. დატოვეთ ადგილი. გაფრთხილება. გაფრთხილება. მოდი, გამორთე ეს. გამორთე ეს. ვაუ, რა იყო ეს? ღმერთო, ნახე ეს. ეს ნამდვილი ენერგეტიკული რეაქტორია. ბირთვული რადიოაქტიური რეაქტორი სატვირთოს შიგნით. შეიძლება ეს სატვირთო ძალიან რადიოაქტიურია. შეიძლება ძალიან საშიშია. ამიტომ ჩასვეს წყლის ქვეშ. წყლის ქვეშ. მოდით ვნახოთ კიდევ რა გვაქვს აქ. აქ ბევრი ყვითელი რადიოაქტიური კაბელია. რამდენიმე მეტალის ქილა და ჯაჭვი. მოიცა, ეს ადამიანი ხო არ არის? ღმერთო ჩემო რა ხდება? ცოცხალია? ცოცხალია? ღმერთო ჩემო, შეხედე მას. ღმერთო ჩემო, მოიცა. ის თითქოს მოძრაობს. რა ხდება ბიჭებო? მოძრაობს? ანუ მოძრაობს თუ? ის თითქოს მოძრაობს. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან შემზარავია. ეს რაღაც წყლის ქვეშ იყო, შეიძლება მიბმული იყო. იბმული იყო ამ ჟანგიან ჯაჭვებით და რაღაც მიზეზით წყლის ქვეშ ჩასვეს. უბრალოდ იქ დარჩენილიყო, რადგან ძალიან საშიშია. ღმერთო ჩემო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არსება არ გადაადგილდება. ეს რადიოაქტიური მონსტრი სინამდვილეში ჰგავს იმას, რაც ჩვენი თავგადასავლის დასაწყისში დოკუმენტებში ვნახეთ. ეს უცნაურია, მაგრამ მგონია, რომ ეს სატვირთო უნდა გადავარჩინოთ. პოლიციაში უნდა დავრეკოთ, ან რამე მსგავსი გავაკეთოთ. გთხოვ მითხარი, რა სიზამდი შენ? დაწერეთ კომენტარები, რადგან ამ მომენტში არ ვიცი, ცოცხალია ეს არსება თუ არა, ან მართლა საშიშია თუ არა. კარგი, ამ ეტაპზე მგონია, რომ ის რადიოაქტიური კასრი უნდა გავხსნათ და მერე აქედან უნდა გავეცალოთ. არ ვიცი, ცოცხალს არ გავს, მაგრამ მაინც ძალიან შემზარავია. ყველაფრის დასამტკიცებლად ამას თან წავიღებ, კარგი, მაგრამ ჯერ დიდი კასრი გავხსნათ. მოდით ის არსება გვერდზე გადავდოთ. ცოცხალი არ ჩანს. მოდი ვნახოთ, რა არის ამ კასში, რადგან ნახრეტებში რაღაც მწვანე და უცნაური ჩანს. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, ის მაღლა იწევს. ღმერთო ჩემო, ის მოძრაობს, ცოცხალია. არა. ღმერთო ჩემო. არა. იმედია ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო, წავიდეთ. მოდი აქ კაცო, წავიდეთ, გააღიდეთ. გააღე, დავტოვოთ ეს ადგილი. მოდი. მოდი, გაერიდე. მოდი, გამოდი. ღმერთო ჩემო, ნახე, ისე ვიქა. ღმერთო ჩემო, ცდილობს ჯაჭვი გაატეხოს. ეს არსება ცდილობს ჯაჭვი გაატეხოს. არა. მოდი, კარგი, ჩაჯექი მანქანაში. ჰეი, გუნდა. ეხლა უნდა წავიდეთ, აქ მონსტრია, წავიდეთ. არა. ძრავი გაფუჭებულია, მოიცადე რა. ძრავი გაფუჭებულია. სატვირთო ძალიან მძიმე იყო და ახლა გაფუჭებულია, მაგრამ აქ მონსტრია. სადე შეკეთება? ეხლა სადე შეკეთება? მოიცადე რა. არა. გათავისუფლდა. არა, მოიცადე. არა. მონსტრი იქაა. გავიქცეთ. გაიქეცი. ღმერთო ჩემო, ის მომდევს. ღმერთო ჩემო. ის პირდაპირ იქაა. მოდის. მოდი უნდა დავიმალოთ წეში ეხლა. მოდი დაიჭირე. მოდი აქ კაცო. ღმერთო ჩემო, ისე ვიქა, მოყვება. ხედავ მას. ღმერთო ჩემო. იმედია ვერ გვიპოვის. დავიმალოთ. უნდა დავიმალოთ, უმალოთ. ეს არსება, ეს რადიოაქტიური მონსტრი გვეძებს. ბიჭებო, ძალიან საშინლად გამოიყურება. ძალიან მეშინია მისი. ღმერთო ჩემო. არა. ის ეძებს. ის გვეძებს, ბიჭებო. ღმერთო ჩემო. ოპერატორო. ჰეი, ოპერატორო. გახსოვს ის დოკუმენტები, რაც დასაწყისში ვიპოვეთ? ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტები, რომლებშიც ის არსება ვნახეთ. მგონია, რომ სატვირთო წყალში მის გამო ჩააგდეს.
მისია იყო როგორმე დაეხჩოთ ის და როგორც მახსოვს, ამ არსებას რადიაცია იზიდავს. ეხლა მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვაქვს, ის ნებისმიერ დროს გვიპოვის. მაგრამ მე ეს მაქვს. გახსოვს ეს ქილა? შეგვიძლია ვცადოთ მისი გახსნა და თუ ის მართლა რადიოაქტიურია, ღმერთო ჩემო. ეს შეიძლება მონსტრს მიიზიდოს. კარგი, მოდი ეხლა ვცადოთ ეს. ხო, ეს რა არის? დიახ. შესანიშნავია, ეს ჩვენი შანსია. მოდით, ჩამოდით. მოდით. ჰეი, ბიჭებო, უკან ჩამოდით. ჰეი, გუნდო, იქნებ ვინმეს დაუკავშირდეთ. ალო, გუნდო, გესმით ჩემი? არა, რადიო არ მუშაობს. ჰეი, გუნდო, სათვირთო შეაკეთეთ? არავინ პასუხობს. კარგი. არა, ჯერ კიდევ გაფუჭებულია, ჯერ კიდევ ვერ დადის და ვერ მოძრაობს, მაგრამ რას ვაპირებ? არა, მოდის. ღმერთო ჩემო, ძალიან ახლოსაა. ოპერატორო, მაქვს გეგმა. გახსოვს ის რეაქტორი, რომელიც შიგნით ვნახეთ? და გახსოვს, რომ ეს არსება რადიაციაზე რეაგირებს? თუ რეაქტორს გადავახურებთ, აფეთქდება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ვცადოთ ამის გაკეთება. ისე ძლიერია, რომ განგაში სიგნალი ჩაირთო, ეს რაღაც აფეთქებას აპირებს. წავედით, დატოვეთ, ახლავე. მოდის, მონსტრი მოდის. მოდი იქ დავიმალოთ. მოდი, ოპერატორო, წავედით. მოდი, მონსტრი. არა, აქ მოდის. არა, გაჩერდა. ეძებს. ღმერთო ჩემო, ვიმედოვნოთ, რომ რადიაციას იგრძნობს. დიახ, გრძნობს. და განგაში ჩართულია. ღმერთო ჩემო, არსება სატვირთოს შიგნით. ღმერთო ჩემო. კარგია, ესე იგი გაქცევის შანსი გვაქვს. გაიქეცი. ეს რადიოაქტიური სატვირთო ნებისმიერ წამს აფეთქდება. არა! ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ეს სატვირთო უბრალოდ ფეთქდება. იქ იყო დიდი რადიოაქტიური მანქანის აფეთქება. ეს სიგიჟე იყო, ბიჭებო. ეს ძალიან ექსტრემალური და ძალიან საშიში თავგადასავალი იყო. თავი მტკივა. მოდი, უნდა დავტოვოთ ეს ადგილი ახლავე. ოპერატორო, წამოდი. ეს რადიოაქტიური ტბა ბევრ საიდუმლოს ინახავს. დააყოფნა ძალიან საშიშია. მაგრამ თუ გსურთ მომავალში ჩემს თავგადასავლებში მეტი რადიოაქტიური ჩერნობილის საიდუმლო გაიგოთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. დააჭირეთ გამოწერის რილაქს. მართლა მაქვს ოცნება, რაც შეიძლება მალე მივაღწიო 5 მილიონი გამომწერს. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ასე რომ უბრალოდ მოიწონეთ და გამოიწერეთ. ჩემი სახელია სლავ. მადლობა ყურებისთვის. ღმერთო ჩემო, თავგადასავალი ეხლა იწყება.